კახა თარგამაძე ბერლინის შეხვედრის ახალ დეტალებზე საუბრობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მინიშნებას ლევან გაიჩილაძეს შეაძლო თავდასხმის შესახებ აკეთებს. საუბრის დანარჩენი დეტალების გახმაურებას გამყრელიძე და გაიჩილაძე მოგვიანებით აპირებენ. რაც შეეხება უმრავლესობას მართველი გუნდი ბერლინის შეხვედრის მხოლოდ ერთადერთ მიზანზე აკეთებს აქცენტს. ნატა მახვილაძე განაგრძობს თემას, რატომ არ საუბრობდნენ დღემდე თავად და პოლიციის ლიდერები იმ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბერლინში მიიღეს. ამის შესახებ დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს საკმაოდ მოკლე პასუხი ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ არ სურდათ ამ თემის აფიშირება. ასევე განმარტეს, რომ არსებობს ბევრი დეტალი და ბევრი თემა, რომელზეც ჰქონდათ საუბარი კახა თარგამაძესთან და უახლოეს მომავალში სწორედ ამ დეტალებს გაახმაურებენ. სერგეი სტეპაშინი, ვლადიმერ რუშაილო, ბორის გრიზლოვი, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კახა თარგამაძის მეგობრობა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიწყო. მათთან ახლო ურთიერთობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დღესაც არ მალავს. სტეპაშინი ხდება პრემიერ-მინისტრი, რუშაილო ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი. ამის შემდეგაც ანალოგიურად. ამის შემდეგ გრიზლოვი ისევ ანალოგიურად. მე ყველასთან მეგობრობ, ვინ ჩამოგეთვალეთ. დღემდე მეგობრობაზე თარგამაძე ქართულ მედიასთან მოსკოვში ბერლინის შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ საუბრობს. დღეს ცნობილი ხდება, რომ ადლონ კემპისკის საუბრის ახალი დეტალი ოპოზიციის ლიდერ ლევან გაჩიჩილაძეზე მოსალოდნელი თავდასხმაა. კახა თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა ვინმემ ხელისუფლების წინააღმდეგაც გამოიყენოს. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ ინფორმაციის შესახებ საზოგადოებისთვის თავად გაჩიჩილაძეს ინფორმაცია არ მიუწოდებია. სექტემბრის თვემდე არის ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება შენ რაიმე ფორმით მოხდეს შენი პროცესი არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად შეაძლებელია ეს იმისთვისაც იყოს გამოყენებული, რომ ვიღაცამ ეს ხელისუფლების წინააღმდეგაც გამოიყენოს. მე ამასაც არ გამოვირიცხავ. რატომ უნდა მეთქვა ახლა? თავში ქვებს ხوار დავიშენდი უიმეს სახელი. ფულს როგორც კი ხელს მოვკიდებ, ვიტყვი ვინ მომცა. დანარჩენი არის მართლა უაზრო მარჩიელობა. კიდევ რაზე იყო საუბარი ადლონში დეტალები კვლავ უცნობია, თუმცა ბერლინის შეხვედრის მეორე მონაწილე დავით გამყრელიძე ამბობს, რომ სხვა თემები მალე გახმაურდება. ასე რომ დროთა განმავლობაში შეიძლება კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინოთ. ბერლინის შეხვედრიდან ცნობილი კი ის არის, რომ დღემდე თარგამაძე, გაჩიჩილაძე და გამყრელიძე უნისონში საუბრობენ კრემლის პოზიციაზე, რომელიც ბიზნესმენებისთვის ოპოზიციის დაფინანსების აკრძალვას ეხება. თუმცა თარგამაძეს დღეს ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს. ეს თემა მკითხეს უბრალოდ, ეს მკითხეს ხო არ არის იმის ვარიანტი საერთოდ და რა ხდება ხო არ გაქვს ინფორმაცია. მე ესე მივიდა ინფორმაცია. ეს დაუდასტურე ეს ინფორმაცია, რომ ეს მართალია. საიდან მოვიდა, რომ ეს მოდის კრემლიდან და პუტინიდან? მე არ ვიცი, ეს თვითონ მკითხეთ, ვის განცხადება დააგათა. ბერლინის შეხვედრის მონაწილეთა ახალ დეტალებს მმართველი გუნდი არასერიოზულად აღიქვამს. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ პარტნიორების შეხვედრის მთავარი თემა დაფინანსების ახალი წყაროები იყო. სიმართლე არის ერთი. ყოფილი ბიზნეს პარტნიორები და ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები არიან დღესაც და ამუშავებენ გზებს, როგორ მოხდეს რუსული კრიმინალური FSB-ს ფული საქართველოს პოლიტიკაში გამყრელიძეს და გაჩიჩილაძეს გავლით. სხვადასხვა ვერსიების შეთხზვა, რომ ისინი თუნდაც საუბრობდნენ ჩასვლაზე სხვადასხვა რეგიონებში თუ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე და ასე შემდეგ, ეს არის ყველაფერი გამოგონილი ზღაპრები. ქართულ ოპოზიციაში რუსული ფულის არსებობას არც რუსი ექსპერტები გამორიცხავენ. Нет сомнений, что это дестабилизация. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას კრემლი უჭერს მხარს და აფინანსებს. ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. საუბარია ეგრეთ წოდებული ოპოზიციის დაფინანსებაზე. უკვე იძლევიან ლიდერები ინტერვიუებს, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია. ისიც ცნობილია ჩემთვის, რომ რუსეთში მოღვაწე ქართულ ბიზნესმენებს აიძულებენ ამგვარი პროექტების დაფინანსებას. Я бы очень удивился, если бы такой помощи не было, если бы не было такой поддержки. ჩემთვის გასაკვირი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ფინანსური, მორალური და იდეოლოგიური მხარდაჭერა. როდესაც ვაკვირდებოდი ოპოზიციის აქციის დაწყებას 9 აპრილს, მაშინვე დავრწმუნდი, რომ მოსკოვის პოლიტექნოლოგები რაღაც სახით ეხმარებიან, რადგან ქართული ოპოზიცია ძალიან პრიმიტიულად მართავდა აქციებს. არ იყო შოუები, პერფორმანსები, მაგრამ უცებ გაჩნდა საკნები, ქურთუკები, სტაფილოები, კურდღლები და ზუსტად ეს ყველაფერი იყო მოსკოვში. როდესაც მოძრაობა ნაშა აქციებს მართავდა ესტონეთის საელჩოსთან და ევროკომისიის წარმომადგენლობასთან. ევროკომისიის ოფისთან დადგეს საკნები, სადაც ხალხი იჯდა. ასევე მოიტანეს სტაფილოები, რომლებსაც საელჩოს ესროდნენ. ბევრი რამ ერთმანეთის მსგავსია. Проводила акции. ბერლინის შეხვედრების კადრები 24 ივნის გავრცელდა და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ოპოზიციის ეგრეთ წოდებული ევროპული დაფინანსების საიდუმლო წყარო შესაძლოა კახა თარგამაძე იყოს.
დღესვე განცხადება გააკეთა ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ. მან აღნიშნა, რომ ის განცხადებები დავით გამყრელიძის, ლევან გაჩეჩილაძის და კახა თარგამაძის მხრიდან, რომ თითქოს და კრემლმა აუგრძალა ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსება სიმართლეს არ შეესაბამება. მან ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ბიზნესმენთა კატეგორია, რომელიც არის განაწყადებული ქართულ პოლიტიკაზე და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ რაიმე თანხა მათ საქართველოშიც გამოაგზავნონ. შეიძლება კახა თარგამაძემ სიზმარში ნახა ეგეთი რაღაც, რომ კრემლის დიალოგი აქვს ვიღაც ბიზნესმენებთან. ეგ არის გამორიცხული. რაც შეეხება ოპოზიციის დახმარებას და ოპოზიციასთან ურთიერთობას, არც იყო და არც არის. გარდა იმისა, თუ ვიღაცას რუსეთში მცხოვრებ ქართველს აქვს თავისი პოლიტიკური ამბიციები და თავისთვის შეუძლია გამოიყენოს. გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელსაც პრეზიდენტის ამბიციები გამოუჩნდა. გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოზე ნაწყენია და გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. ეგ არის ძასოხოვი. მაგრამ რამდენად რეალურია, მე თვითონ წარმოდგენილი მაქვს, რომ აქედან ესე იგი პოლიტიკური გზა გაიკაფოს ადამიანმა და გახდეს ამ პრემიერ-მინისტრი, ან კიდე პრეზიდენტი. თუ ვიღაცას გაუჩნდა თავისი პოლიტიკური ამბიციები და თავისი პოლიტიკური ესე იგი ამბიციების გასამართლებლად რაღაც ფულს აგზავნის, მე მაგის გარანტიას ვეღარ მოგცემთ. ესე იგი აქვთ რაღაც წყაროები და რაღაც ურთიერთობები ოპოზიციასთან. კრემლი არავის არ უთვითებს და არ ურიგებს საქართველოს ქართულ ბიზნესმენებს რუსეთში რა გააკეთონ, დააფინანსონ თუ არა. მე მგონი რომ ეს არის პირადი საქმე ქართულ ბიზნესმენების. მე რომ მქონდეს ის თანხმები, მე პირადად დავაფინანსებდი ოპოზიციას, იმიტომ რომ ოპოზიცია დღეს აკეთებს ერის საქმეს. ის პოლიტიკაში იმისთვის კი არ შესულა რომ თავისი ბიზნესი გაამართლოს, მას ყველაფერი გამართებული აქვს. ის შევიდა ამ პოლიტიკაში იმისათვის რომ პოლიტიკამ თვითონ დააკაკუნა მის კარებში. ოპოზიციას არ აფინანსებს, ის დააფინანსებს თავის ორგანიზაციას. მაგ დიდი ორგანიზაცია შექმნილი, იქნება ფილიალები და გამყოფილები გახსნილი საქართველოში და ზუსტად იმას დააფინანსებს და არავინ არ შეუსლის იმ დაფინანსებას, იმიტომ რომ ეს არის მისი ორგანიზაცია. კიდევ არსებობს ბერლინის შეხვედრის ერთი ვერსია, მაგალითად დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა აღნიშნეს, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციაში შეიქმნას კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც უხელმძღვანელობს ლევან გაჩეჩილაძე და შესაბამისად სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ეს კახა თარგამაძესთან, რადგანაც მისგან მოეძია ფინანსური წყაროები. არ გამორიცხლა, რომ ლევან გაჩეჩილაძე იყოს ლიდერი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში კახა თარგამაძე მათ ჭირდებათ, ისე როგორც ჭირდებოდა 2001-2002 წლებში, როცა კახა თარგამაძის მეშვეობით ბადრი პატარგაჩვილი დაეხმარა ახლების შექმნაში. მე ბადრი პატარგაჩვილს პირადად აქვს შემდგრის მოყოლილი ეს ინფორმაცია, როგორ მისცა ახლების შექმნაში ფული. მაშინ თუ არ გახსოვთ, ლევან გაჩეჩილაძე იყო ახლების თავმჯდომარე. ლევან მეფხოძემ ჯობია საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებაზე იფიქროს და გაიხსენოს თავისი ისტორია. ახალი მემარჯვენეები როგორ ჩამოყალიბდა, მე მგონი ყველას კარგად ახსოვს, როდესაც ჩვენ მოქალაქეთა კავშირი დავტოვეთ, მაშინ ბადრი პატარგაჩვილი საერთოდ არ იყო საქართველოში, კახა თარგამაძე რო გადადგა, ჩვენი ფრაქციის დამსახურება იყო, თუ გაიხსენებდა არქივს თუ ამოწევთ, ნახავთ ამას ყველაფერს. ასე რომ ბერლინის შეხვედრის ინტრიგები კიდევ წინ არის, ვნახოთ რა გამოაქვეყნებენ რა დეტალებს ოპოზიციონერი ლიდერები, როგორც მათ დაგვირდნენ უახლოეს დღეებში, სწორედ ეს დეტალები გახმაურდება. მადლობთ ნატო მახვილაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.